თუ მესენჯერში არ შემოგდით უცხო ადამიანებისგან მოწერილი, ანუ არ შემოდის სპამებში უცხო ხალხის SMS-ები. ამისთვის ვაკეთებთ შემდეგს. იქამდე კი, ჩემი თხოვნა იქნება დამილაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი TikTok და YouTube არხი. YouTube არხი ნაჩვენებია ჩემი TikTok-ის ბიოში. შევდივართ მესენჯერში. შემდეგ დაბლა მარჯვენა მხარეს მენიუს ღილაკს ვაწვევით. შემდეგ запросы на переписку, ანუ მიმოწერის თხოვნები. შევდივართ აქ, ანუ სპამებში. შემდეგ выберите, кто может отправлять вам сообщение. Ანუ ამოირჩიეთ, ვინ გამოგიგზავნოთ შეთხოვნები. შევდივართ აქ. Люди, состоящие в ваших группах, друзья, люди, у которых есть ваш номер телефона. Нахет, люди, у которого есть ваш номер телефона. Შევდივართ აქ. Не отмечено. Папка запрос отмечено. Чаты. შემდეგ აქ მოვნიშნავ ჩატებს, ან папка на запросы переписку. ანუ სპამების папка. შესაბამისად ამოვირჩევთ რომელიც გვინდა, შემდეგ ბრუნდებით უკან. Люди, состоящие в ваших друзья, люди, у которых есть ваш номер და телефона. აქ ჩამონათვალში ყველაში ვნიშნავთ ან სპამების папкას, ან чатს. Люди, состоящие в ваших Да, группах, болос. страницы, на которые вы подписаны, другие пользователи, мессенджер или ანუ WhatsApp, დაი кнопка აქ запроса ბოლოში переписки, кнопка, другие другие пользователи WhatsApp, мессенджер кнопка или запроса Facebook. переписки, შევდივართ кнопка, აქ кнопка. და აქ Кто может отправлять вам არის сообщения? მხოლოდ Некоторые переписки, ნახეთ. например, кто может не отмечено, не получать запросы. ანუ Переключатель. არ გამოგიგზავნო თხოვნებიო და Отмечено. Папка запроса на переписку. папка Переключатель. запросы на переписку. ანუ სპამების папка არის მხოლოდ ეს ორი პუნქტი. ჩვენ მოვნიშნავთ სპამების პაპკას, ანუ აქ როგორც არის მონიშნული. ამის შემდეგ ყველა შეძლებს თქვენთან SMS-ის გამოგზავნას და შესაბამისად აისახება ან სპამების პაპკაში, ან გამოგიჩნდებათ ჩვეულებრივად ჩატების ჩამონათვალში, როცა შეხვალთ მესენჯერში. მადლობა ყურადღებისთვის, თხოვთ დამილაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი.